სახელით ამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ამინ. ჩემო ძვირფასებო, შობის დღეებია და ყველაზე ერთ-ერთი მთავარი, რაც ემცნო კაცობრიობას ანგელოზებისგან შობა დღეს, ეს არის დიდება მაღალთა შინაგ ღმერთსა, ქვეყანას ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ზოგიერთები ამბობენ, რომ აბა სად არის მშვიდობაო, სადამყარა მშვიდობაო, მაგრამ მშვიდობა მარადიული გაგებით, იმ გაგებით, რომ იაკობი, ესე იგი, როდესაც ამბობს ესეთ სიტყვებს ძველი აღთქმის მამამთავარი, რომ ჩავიდე მწუხარებით ჯოჯოხეთშიო, ანუ მარადიულად ცხოვრებაც არ იყო მშვიდობიანი, იმიტომ რომ სასუფეველი ღვთის კარი არ იყო გახსნილი, სამოთხის კარი არ იყო გახსნილი და აქაც რა არის ცხოვრება, ხო, ბოროტებას აზედადებს და მარადიული ცხოვრებაც ჯოჯოხეთი იყო. აი, ზუსტად ღმერთმა თავის შობით, ჯვარცმით და აღდგომით მოიტანა გახსნა სამოთხის კარი და მარადიული მშვიდობა და მარადიული ბედნიერი ცხოვრება მოიტანა. ასე რომ ამ ქვეყნად კიდევ თუ ჩვენ ქრისტეს ცნებებს ვასრულებთ და ვართ ეკლესიის წარმომადგენელი, ერთადერთი ეკლესიის, ქრისტეს ეკლესიისა, მაშინ როგორც 22 ფსალმში წერია, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამე თუ შენ ჩემთან ახარ, თუ ეკლესიის წევრი ხარ, აქაც უკვე მშვიდობა გაქვს და მარადიულ ცხოვრებაში ხო დაიმკვიდრა. აი ამ მშვიდობაზეა ლაპარაკი, ასე რომ ქრისტემ ჭეშმარიტად მოიტანა მშვიდობა, მარადიული მშვიდობა და ბედნიერება და ამიტომ გალობენ ანგელოზები, იდება მაღალთა შინაგ ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ჩვენ ვხედავთ საოცრებას, ჩემო ძვირფასებო. ქრისტე 21 საუკუნე, ანუ გავიდა 20 საუკუნე და ნახეთ ქრისტეს ღვთაებრიობის ჭეშმარიტება როგორ არის განცხადებული. გავიდა 20 საუკუნე და უმეტესი ნაწილი 8 მილიარდი კაცობრიობისა არის ქრისტიანი. ნუ ეს სხვა თემაა, რომ კათოლიკები, პროტესტანტები და მართლმადიდებლები სხვადასხვა განხრის, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ვინც აღიარებს ქრისტეს, 8 მილიარდი ადამიანი და ყველაზე მეტი ქრისტიანები არიან. თან უკვე შესამჩნევად 70 წელია, რომ აი ეს ქრისტიანები, ნუ კათოლიკური გახრით, პროტესტანტული გახრით და მართლმადიდებლები არ მრავლდებიან, კოეფიციენტი ძალიან პატარაა გამრავლების. მიუხედავად ამისა, უფრო ბევრი არიან. ანუ რას ვამბობ ამით ვამბობ იმას, რომ ეს როგორც ოქროპირამიდა, ეს რომ ზღაპარი ყოფილიყო, რომ ქრისტე აღსდგა და ეს ზღაპარი ყოფილიყო, ეს დავიწყებული იქნებოდა ერთ თვეში, ორ თვეში, აღა ერთ წელიწადში. იუდეაში არ გასცილდებოდა მას. მაგრამ მთელი ისტორია ქრისტიანობის ცხადყოფს, რომ ქრისტე მთელი საუკუნეების მანძილზე დიდ სასწაულებს ახდენდა მოციქულთა და მიმდევართა მხრიდან და ამიტომ იყო რომ გავრცელდა ქრისტიანობა და მიიღეს ქრისტიანობა. ვინ მიიღებდა ხა მკვდარი აღსდგა, ამას ვინ მიიღებდა და რა სასწაულებით არის დამტკიცებული. აი ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ ეგვიპტეში წავიდა წმინდა ოჯახი, ხო? დღეს ხსენება იოსებ დამწინდველისა, იაკობ ძმისა უფლისა, რომელიც გაყვა მაცხოვარს, წმინდა ოჯახს, ღვთისმშობელს, იესოს და ისინი ძალიან საკმაოდ დიდი ხანი 9 წელი ცხოვრობდნენ ეგვიპტეში. ნუ ზოგი ამბობს 7. ნუ თქვათ მივიღოთ ეს ვერსია, რომ 9 წელი ცხოვრობდნენ 33 წლის ასაკში ჯვარსაცვეს მაცხოვარი და აქედან თითქმის 1/13 ეგვიპტეში გაატარა. აი ღვთისმშობლის დიდი გამოცხადება, ჩვენ რო დავარიგეთ ბროშურა, იქ წერია, რომ 1963 წელს
მოხდა დიდი გამოცხადება ღვთისმშობლის და რამოდენიმე თვე გრძელდებოდა ეს გამოცხადება, მარტო ისე კი არა, რომ პირდაპირ მოძრაობდა ღვთისმშობელი. მართალია ეს კოპტურ ტაძართან მოხდა, მაგრამ ეს ამ კოპტურ ტაძართან იცხოვრეს იმ ადგილზე იცხოვრა წმინდა ოჯახმა 9 წელიწად. ანუ როგორც ახლა თქვა ვატიკანში კათოლიკური ტაძარია, მაგრამ პეტრე იქ არის დასაფლავებული. გამიგეთ? ანუ პეტრეს საფლავთან ხომ მივდივართ და დავამცემ. რაღაცა ესე ანტონ დიდმა, რომელმაც დააფუძნა ქრისტიანობა, დღეს ის კოპტური მონასტერი. გამიგე, მაგრამ იქ არის დაფუძნებელი ქრისტიანობის ანტონ დიდი. ესე იგი, როგორც წმინდა ადგილი, ამიტომ ხდებოდა ეს დიდი გამოცხადება. და აი, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება შობის დღეს, ხო? მართლმადიდებლები ძირითადად ვართ იულიუსის კალენდარზე, ძველი საეკლესიო კალენდარზე, ამიტომ დღეს რო გვეუბნებიან 7 იანვარსო, რატომ დღესასწაულობთო, რამე თუ 25 დეკემბერიც არ უნდა მიდღესასწაულოთო, იმიტომ რომ 25 დეკემბერსაც ჩვენ ვგალობთ. იულიუსის კალენდრის მიხედვით 7 იანვარი არის 25 დეკემბერი, ჩემო ძვირფასებო. ხოლო 25 დეკემბერი იულიუსის კალენდრის მიხედვით, ანუ საეკლესიო კალენდრის მიხედვით, არის 12 დეკემბერი. ამიტომ ჩვენ ძველ ნამდვილ ქრისტიანულ საეკლესიო წესზე დგავართ. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შორის სამწუხაროდ სასულიერო პირები მოითხოვენ, რომ გადავიდეთ ახალ კალენდარზე. და ეს ახალი კალენდარი მიღებულია ზუსტად გრიგოლ მეცխრის რომის პაპის მიერ ზუსტად მართლმადიდებლების საწინააღმდეგოდ. გამიგეთ, რომ ჩვენი დღესასწაულებიო და დღესასწაულებრივ მართლმადიდებლობისო ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდენო და ამიტომ მიიღო გრიგოლიანული კალენდარი რომის პაპმა, რომელიც 14 დღით, ესე იგი, უფრო წინა. სხვა კალენდარი მიიღო, გამიგეთ? ეს ის სხვათა შორის ის გრიგოლ ის არის მეცხრე რომის პაპი, რომელმაც მოაწყო ბართლომეს ღამე და სისხლის ზღვაში აბანავა ეს გახსოვთ თქვენ ეს ცნობილი. ასე რომ ცოტა დავფიქრდეთ, რა გადასვლა, რის გადასვლა. ეხლა ამბობენ ვითომ ბერძნები გადასული არიანო და ასე შემდეგ. და იცით მე ეს ისტორია რა მოხდა? და ვინ გადაიყვანა ეს ანტიქრისტიანულმა ძალებმა, მაშინდელმა ტრუმენმა, მაშინდელმა რუზველტმა და მანამდე კიდე იმ ანტიქრისტიანმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ საბერძნეთში ახალი სტილი შეეტანათ, იმიტომ რომ ქაოსი შეეტანა და განხეთქილება ეკლესიაში და მოხდა 24 განხეთქილება საბერძნეთში და იქ დაირია რა ამბები მოხდა, ხო? სინოდი. ხო და აი იმის გამო რომ ახალ წელს გოჯი ჭამონ, ამის გამო ყველაფერს აკეთებენ რომ გადავიდნენ ახალ წელს. ჭამეთ მე გოჯიკაც. მე ახალ სტილნიკებს ახალ სტილზე გადასვლის მომხრებს ასე უწოდებ მათ გოჯის ჭამები. ძნელია მათ გაუძახო ქრისტიანი. ჩემო ძვირფასებო, აი ეს კარგად დავიმახსოვრე და კარგად, იმიტომ დღეს დადიან ამბობენ აი ანტიქრისტიანი ძალები განსაკუთრებით აბა სად არის მშვიდობა, რომელიც ქრისტე მოხდა, კიდე იმეორე ჯვარცმით გამოსნილი იქნა 64-ის კარი და 64-ში არის, 64-ში შესვლა შეუძლია ყველა ეკლესიის, ვინც არის ეკლესიის წევრი და შესვლა მარადიულ მშვიდობაში. ამიტომ გალობენ, ესე იგი, აი ესეთ საოცარ გალობას ქრისტეს შობის დროს ანგელოზი. და ჩვენ ვხედავთ რა ხდება, ხო? შობა დღესასწაულებს მთელი კათოლიკური, პროტესტანტული და შემდგომ მოგვიანებით სწორად უფრო მართლმადიდებლები. მაგრამ რა ხდება ამ დროს ეს მინდა ვთქვა, ხო? ცოტა ერული იერი აქვს, მაგრამ მაინც მთელი ჩრდილოეთ ამერიკა, ანუ კონტინენტი, მთელი სამხრეთ ამერიკა, კონტინენტი ცალკე ზეიმობს ქრისტეს შობას და ფილმებიდან, ისტორიიდან
ისე ურთიერთობები და თქვენ იცით რა დიდი დღესასწაულია და რა ამბავია. ასევე მთელი ევროპა შობის დღესასწაული ფილმებიდან, დოკუმენტური ფილმებიდანაც გვინახია რა ხდება ამ დროს, აი აქ მომუშავე ევროპელები არ დადეგები ხდება ამ დროს ვინც აქ ევროპიდან ჩამოსულია, ან თუნდაც ამერიკიდან და შობის დღესასწაულზე მიდის ყველა ორი კვირა. გამიგე? სოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა რუსეთი. შობა იულიუს კალენდრის მიხედვით რა ხდება, როგორ დღესასწაულებს საქართველოს, ჩვენი საქართველოს ავიღოთ რა მხიარულობა და რა დიდი ზეიმია და შობა მოკლედ მთელი კონტინენტი ავსტრალია ავიღოთ. სასწაულები ხდება შობის დღესასწაული. ეს არის მსოფლიო საერთაშორისო დღესასწაული ყველა ქრისტიანების. უფრო მეცაც გეტყვი, მუსულმანური ქვეყნები ავიღოთ ახლა, ხო? მუსლიმი ქვეყნები, მთელი აზია, მთელი იქ რა ქვია ის ბუდისტური სამყარო, ბირმა, რა ვიცი, ყველა ინდოეთი. ახალი წელი ყველგან არის 2025 წელი, საიდან? ქრისტეს შობიდან აღებულია ყველაფერი. გამიგეთ? აი ესეთი დიდი დღესასწაულია და ესეთი პირდაპირ უთხარი მტკიცებულება იმისა ჩემო ძვირფასებო, რომ ქრისტე ჭეშმარიტად არის, ამ ქვეყნიური და მარადიული ცხოვრების გამგები და ყოველივეს მომცველი და ჭეშმარიტი ღმერთი. მე ერთი რამ მინდა ასევე თქვა ჩემო ძვირფასებო, რომ ესე იგი დღეს მეფსალმუნის ხსენება და მეფსალმუნები განსაკუთრებით აი წითელი ხაზით არის რაღაცნაირად ისე გაზდებს მადლიერება ღვთისა და ნუ გახსოვთ თქვენ აქებდით უფალსაც სათაგან აქებდით ყოველისული აქებდით უფალსა თქვან სახლმან ისრაელის სამან ანუ მორწმუნეთა სახლებმა რამე თუ კეთილ უკუნისამდე არ წყალობა მისი და ვინ თუ არა მართლა მორწმუნე ოჯახები გრძნობენ რა შეწევნაა ხო ღვთისა თქვან სახლმან არონისამან ანუ დილის სახლმან ანუ მე მდელი ვარ თქვან რომ უკუნისამდე არ წყალობა მისიო და აი მე გეუნებით ეხლა მე ვამბობ პატარა ინციდენტი მოხდა ეხლა ამაზე არც ვამახვილებ ყურადღება შობის დღეებია მაგრამ ესე იგი რა იყო შეიძლება აი თქვენ სახლმან არონისამან რამე თუ კეთი რამე თუ უკუნისამდე არ წყალობა მისი ჩემო ძვირფასებო ეს რაც მოხდა ვიცი თქვენ როგორ არის მანქანისამო ეს არის უბრალოდ ეშმაკს შეშურდა ჩვენ ყველას ამ შური იწია ასე ვთქვათ რა მაგრამ მერტმა დაგვიყარა ესე იგი წარმოიდგინეთ ეხა ჩემი ცხოვრება წარმოიდგინეთ თქვენ სახლმან არონისამან რამე თუ კეთილ უკუნისამდე არ წყალობა იმისი თქვენი ცხოვრება გაიაზრე ესე იგი ნუ თავი რომ დავალებოთ იმას რომ ჩემი ოჯახი ძალიან ისეთი ღრმად ფათაშორის მორწმუნე კომუნისტური დროსაც კი მამა ჩემი არავინ არ ინახავდა ნუ იშვიათად რომ ინახავდა მახვილს მამა ჩემი ინახავდა მახვილს ყოველთვის თითქმის ნუ ახალგაზრდობიდან ყველა მახვილს და გავიზარდე ისეთ ოჯახში არის ძალიან ესეთ კარგ ოჯახში რა ნუ ახლა აღარ გავაგზელებ ვინ იყო მამა ჩემი ვინ იყო დედა ჩემი იყო თბილისში სულ რაღაცნაირად ამით პატივს მივაგებ ხოლმე ჩემ დედას და არამც თუ რამე ამპარტავნებით ვამბობ დედა ჩემი იყო თბილისის ნუ თავის დროზე სანამ იყო ასე ვთქვათ გრმობაში თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი ხალი მე განახებ დეჩემის სურათს ხო და მოკლედ რაღაცა ძალიან კაი ქართული ოჯახი იყო ბაბუაჩემი
მამაჩემი ხელფასზე ცხოვრობდა, ბაბუა ძალიან შეძლებული კაცი იყო, პირველ მილიონერს ეძახდნენ თბილისში და საკავშირო ხერხის ბაზის დირექტორი იყო და კარგი ოჯახი იყო, ბიძაჩემი იყო, ვახტანგ ნინუა, იცით თქვენ, რას გინახავთ თქვენ რა. მამაჩემის ბიძა იყო, ჩემი ბიძაც იყო, მე თეატრალურზე რომ დაწავსულდა ჩემი პირველი მასწავლებელი და წარმოიდგინეთ როგორი ოჯახი იყო, ეხლა არაფერი არ გვაქვს და ჰქონდა ყველაფერი, სახლი, კარი, არაჩვეულებრივი ნათესაობა, აგარაკიც კი ბაბუაჩემ ააშენა, წარმოიდგინე ეხლა რა ქობულეთში ჰქონდა ორსართულიანი დიდი ეზოთი, ზღვისპირას აგარაკი და ნუ მოკლედ. შემდგომ ჩემო ძვირფასებო, თან ნუ ეხლა ჩემ ცხოვრებას რო გადავხედო, ვიყავი სპორტსმენი, დავანებე თავი, მოცურავე და წყალბურთელი, სამწუხაროდ 16 წელს რო გავხდი, ნუ სამწუხაროდ შეიძლება საბედნიერო დავანებე საერთოდ თავი, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავი რეკორდის მოხსნასთან და ნუ აი ესეთი რაღაცები ხდებოდა. ვიყავი რაღაცაებად როგორც მეუნებოდნენ, რაღაც შინაგანად ჰქონდა არტისტული ნიჭიო და ვიცოდი ზეპირა უამრავი ლექსი და ახალგაზრდები სულ სადაც კი საბურთალოზე რამე სუფრა იყო, იქ ვიყავი, ლუნაის სონატა ვიცოდი დაკვრა, ერთადერთი, კიდევანთავი არცლედი და ამ თვარის სონატესთან დაკვრის იმას უკეთებდი ფონს და ვამბობდი ლექსებს და მოკლედ მთელი ამბავი ძალიან ისეთი ჭალები საბურთალოში ვიყავი ძალიან წარმატებული. ნუ მე მოხდა ის რომ სემინარიაში სწავლობდი ესეთი ბედნიერება იმ დროს, ნუ ამ საბჭოთა კავშირში, ნუ ბედნიერი კაცი ვიყავი ჩემო ძვირფასებო და მე შემხდა ისეთი ცოლი ჩემი ნინო, ნამდვილად საოცარი ადამიანი, გაგვიჩნდა ვერ მოვდივარ აზზე, აიხლა ვერ მოვდივარ, ესე არის მხოლოდ და მხოლოდ თვისგან. 12 შვილი ყავს თქვენ წარმოიდგინეთ, 13 ერთი გაჩნდა მოუნათლე და გარდაიცვალა და 13 შვილი, ესე იგი ღმერთმა რამდენი, ეხლა ორი ტყუპი შეგვეძინა 19 გუში 19 შვილი კიდევ ველოდები და წარმოიდგინე და საბურთალოს ეს მონაკვეთი სადაც ჩვენ აი 3 ტაძარი ავაშენეთ და ზეიმი გვაქვს სულიერი ყოველ კვირაში და არა მარტო ყოველ კვირას, მაგრამ კვირას განსაკუთრებით მოდიხარ, გალობა, ერთი გუნდი, მეორე გუნდი, საუკეთესო მანები მე მისაუბრია თქვენს, აი შეშურდა ეშვა ჩემო ძვირფასებო და ყოველთვის შეშურდება და რაღაცას გააკეთებს, მაგრამ ღმერთი მაინც ყოველთვის კარგს გადმოატრიალებს. ესე იგი პოლიციამ რომ ანახა რასისტრაფით მიყავთ მანქანა და ეჯახება, უნდა მომკვდარიყო, მაგრამ გადარჩენ, ესეც ხო სასწაულია და ასე რომ დიდება უფალო ჩემო ძვირფასებო, მე არ შემილია ასე რომ ეს მინდა თქვა, ჩვენ ეხა მე რაც მოყოლე ჩემ ცხოვრებაზე თქვენ გაიაზრებთ თქვენი ცხოვრება, სულ დამბლადაცებული რო ვიყო, არც ცოლი მყავდეს, არც შვილი მყავდეს, არაფერი არ მქონდეს, სახლი არ მქონდეს, ლაზარე, გლახაკი ლაზარესავე, ბუნკეტთან, ნაგვის ბუნკეტთან დაგდებული ვიყო, თუ მაინც მექნება რწმენა ღვთისა, მე მაინც უნდა ვმადლობდე და სამადლობელი მაქვს და ვიქნები ბედნიერი ადამიანი. გამიგე? აი ას ლაზარე დონეზე ეს ბუნკერის ღატაკი ლაზარე რომ მოხსენებული, ესე იგი მადლობდა ღმერთს, რატომ? იმიტომ რომ ის ახლოს იყო მარადიულ მშვიდობა და მარადიულ ბედნიერებასთან, ღმერთთან წილი ჰქონდა ამ დიდების გამო. ასე რომ აი ესეთი ბედნიერები ვარ ჩვენ ქრისტიანები ჩემო ძვირფასებო და რა თქმა უნდა ეხლა ეშმაკ შურს და შურიანი ადამიანი ხო ხედავ კაინი მოკლა ძმა შურიანი ადამიანი თუ ჩაიფიქრებს რომ ამ შურს გაყვეს ძალიან საიშია და მით უმეტეს ეშმაკ. ასე რომ აი ესეთი გამოვლენებები ხდება, მაგრამ ღმერთი ვიფარავს და ბოლო ყველაზე სულიერი კანონი რომ ცოდვილი კაცი ვარ და ეხლა რა თქმა უნდა ეგრეა რომ ყველაფერი ჩემს გამო ხდება, რაც კი რა ცუდია ჩემს ცხოვრებას, ჩემს ცოდვების გამო. წარმოიდგინე დავით და კონსტანტინე რომ ისლამისტებმა დაათხოვეს, დავით და კონსტანტინე მათ უთხრეს ესეთი რამე, ჩვენ ეს ჭირი მოგვეცა ჩვენი ცოდვების გამო. ჩემო ძვირფასებო,
მინდა დავასრულო დღევანდელი ქადაგება, ოღონდ არ შემეხმიანო ერთს. თქვენ ნახეთ, რა ხდება ჰოლივუდში. როგორ გადაიწვა და თქვენ ნახეთ ალბათ გავრცელებულია ვიდეოში წინა დღეს ეს ჰოლივუდელები როგორ დასცინიან ღმერთს, ანუ ქრისტე ღმერთზეა ლაპარაკი, მაგიტომ დასცინიან, თორე რაღაც სარწმუნოებები აქვს, მაგრამ როგორ ხარხარებენ, იცით ხო ეს დევს? ხო, გლობუსის. ესე იგი, გლობუსის დაჯილდოებაზე ჩვენო ღმერთს ნულს უწერდო. ღმერთს არაფერი წილი არ აქვს და ხარხარებენ და იცინიან და აი ძმაო, როგორ დაისწამოდა და როგორ დაისაჯა. ასევე იყო კიევში, სანამ ომი დაიწყებოდა, ერთი წლით ადრე მათ ფილარმონიაში იყო დადგმა ქრისტეს სერობა, დასცინოდნენ უпростоრად რა. სხვადასხვა ზელისკი თამაშობს ერთ-ერთი და დასცინის უიო ღვინო წყალიო ღვინოდ გადააქციაო და ხარხარობს კიეველები 2500 კაცი იცნის კვდებიან სიცილით. ცხელი წყლად აქციაო, ისა ცხელი წყალი გადააქცია ღვინოთო წარმოიდგინე. და თან დასცინიან ღმერთს და ამბობენ და ნუ რაღაც საშინელება. ეს თბილისში მერთმა დაიფაროს, არასოდეს არ მოხდა. მერთმა დაიფაროს. და მე უკრაინასაც ხედავთ ერთ-ერთი მიზეზი, რომ დაისაჯა. და თბილისი იმდენად წმინდა ქალაქია, ბოლო 100,000 წმინდანის გამო ჩემო ძვირფასებო, რომ ესეთი ფიქრები მაქვს და მე მგონი რომ სწორი, რომ თქვენ იცით რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან გამრავდა კინტოებში მამათმავლობა. აი ახლა LGBT-ებს კინტო ყავთ იქ, ვაფრიანებს, იმიტომ ყავთ ეს. იმდენად გამრავდა ეს ადრე აკრძალული იყო, მაგრამ ეხა ხო ვკითხულობთ ისტორიას. იმდენად გამრავდა, ჩემო ძვირფასებო, ეს კინტოების მამათმავლობა, რომ რაღაც საშინელება იყო, რიტუალში გადადიოდა. და მამათმავალი კინტო რო კვდებოდა, ხა ყველა კინტო არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი ჯგუფი იყო. მამათმავალი კინტო რო კვდებოდა, წესი იყო ასეთი, ესე მიაგებდნენ პატივს, ხო, ვაჟკაცი კაცი რო კვდება, იარაღს ისვიან, ხო, თქვა ქართველები. კინტო რო კვდებოდა, ესეთი ის იყო, რომ უკანა ნალით კუბოზე დაჯდებოდა. კინტო, მეორე მამათმავალი კინტო, ცოცხალი. რა საშინელება იყო, ძმაო და ისე მოეწყო ყველაფერი, რომ ნუ კი ეს კომუნისტები შემოვიდნენ თუ რაღაც მაგას დაანებდნენ, ისე მოაწყო ღმერთმა, რომ კინტო აღიგავა თბილისიდან, მათი სახსრება. თან ეს იყვნენ კინტოები ზოგიერთი ქართველები, მაგრამ ქართული წარმოშობის რაღაც სხვადასხვა ეროვნების ხალხი იყო და იყვნენ ქართველებიც, რა თქმა უნდა. მოკლედ, აი ეს განწმინდა უფალმა და მოისპო ეს საზოგადოება მამათმავალთა კინტოებისა ჩემო ძვირფასებო. დღეს მიდის ისევ ეს ხო, LGBT რაღაც წარმოჩენ დიდი ფული იხარჯება, მაგრამ დიდება ქართველ ერს, მართლმადიდებელ ერს, როგორ დგას საქართველოს ფეხზე, რომ ესე იგი, აი ეს არ მივიღოთ ამის დაკანონება ჩემო ძვირფასებო და დიდება უფალს. რაც შეეხება ერთმა მკითხა და ამით დავასრულებ, კინტოებზე გამახსენდა. ეხლა სუხიშვილები რადონის ხალხია და კარუზოს ის მოხსნეს თქვენ იცით ადრე ხო? კარუზოს 12-ჯერ ააწევინეს ფარდა ლასკალაში და სუხიშვილებს 14-ჯერ. და ნუ ეს ჩვენი სიამაყეა. მაგრამ ნუ ის რაც ჩაიწერეს ჩემი აზრი იყო უბრალოდ სამარცხვინო, რომ LGBT-ებთან გვერდზე იხცეკვეს ხორუმი. მე უბრალოდ მინდა ის ვთქვა, რომ ხორუმი კი არა, კინტოური უნდა ეცეკვათ, მაგრამ ეს უფრო შესაფერისი იქნება. და ჩემო ძვირფასებო, მინდა დავასრულო მურმან ლებანიძის ლექსი, ნაწყვეტი, მას აქვს არაჩვეულებრივი ლექსი მურმან ლებანიძეს, დედამიწა. მე მინდა ეს ლექსი წავიკითხო, იმიტომ რომ ჩვენ გაოგნებული ვართ, ხო? სამყაროთი ცანი უთხრობენ დიდებას ღვთისასა. ვინც გაიაზრებთ იმას, ჩემო ძვირფასებო, რომ ეს ანთებული მზე. ესე იგი, დედამიწა რო ოდნავ წინ იყოს, დაიწვებოდა. აი რადიუსი. და ოდნავ შორს რო იყოს,
გაიყინება. ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, როგორ შეიძლება რომ ეს თავისით მომხდარიყო ამის გარკვევა, რომ ეს ხო ყველაფერი უბრალოდ გონებით მიუწვდომელმა არსებამ, ვისაც ჩვენ ღმერთს ვეძახით, შექმნა ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება რამდენი საუკუნე მიდის, ჩემო ძვირფასებო, მზე დგას და დედამიწა გარსულის მას. აი ამ ხელა რა ვიცი რა არ შემიშავდეს რამდენი მილიარდობით ტონა რავი რამდენია დედამიწა ამ ხელა მასა გარსულის და უვლის ამდენი ეს ხო გასაცდრე ცალი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა ნიუტონის ნაირი მეცნიერი არ არსებობს სოფლიოში ამაზე დიდი ამ საოცარი მეცნიერი შემოძიება ასტრონომი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, რაღაცას ასწავლა. მან შექმნა მაკეტი, ჩემო ძვირფასებო. მაკეტი დედამიწის და პლანეტების, დედამიწის სისტემის. და როდესაც თავის ათეისტ მეგობარს უთხრა, უпроსტად იმან წარმოაჩინა თავი როგორც ათეისტმა, ნახე ზედა პლანეტებიო, რა საოცარია, დიდება, ღმერთო, როგორ შექმნა ეს ყველაფერიო? ამ ათეისტმა მეცნიერმა უთხრა, რა არა გწვენია რაღაცა, ღმერთის როგორ წავდა ესო, თავისით შეიქმნა ყველაფერი. და მე როდესაც მაკეტი ანახა, მაკეტით მოიხიბლა, ამით კი არ მაკეტით მოიხიბლა და უთხრა, რომ მოდიო, ვინ გააკეთა ესო, მეც უნდა შევუკვეთო, მეც მინდაო და ნიუტონმა უთხრა, ესო თავისით შეიქმნა და გაბრაზდა ის შენო მაშაყირებ. როგორ გაშაყირებო შენ არ თქვი ნამდვილზე ამბობ, რომ არავინ არ შექმნაო და მაკეტზე ამბობ, რომ შექმნაო. ამის მიხედვით თუ გაქრო, რომ ეს შეიქმნა, იმის მიხედვით როგორ არა გაქრო, ის როგორ შეიძლებოდა თავისი შექმნილიყო. გაოცებული ნორმალებაზე და ჩვენ ყველანი რომ ვიაზრებთ ამას ყველაფერს და უყურებთ აი ის რაც თქვა ჩვენ და გვეთქვა ლამაზად გამოთქვა ნორმალებანზე. ლექსში დედამიწა. სემის, კამის, იაფეტის ევა ადამისგან ძეებს მიაფრეს და მიახეტებს ღამეებს და დღეებს ქრის ხელობა ერთი ღმერთის ცას კიდია ოდნავ მრუდე ეს აყალოს სველი ბერტი ეს ტალახის გუნდა ღმერთო საი ღმერთო საი ვარსკვლავ ჯოგებს შენ სას ვთვლი და მიათასეთ გეკითხები როგორ საი ანუ სიდა გაკვირვებული პოეტს აღმოხდა ეს სიტყვები იმიტომ რომ ეს ყველაფერი საოცრება როგორ რანაირად ოღონდ ეს ჩვენი გონებისთვის არის მიუწვდომელი ჩემო ძვირფასებო ჩვენთან ახსნე არ დაიღო